მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ეკა ნინაშვილი. მოგესალმებით ეკა და მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. მოგესალმებით, დიდი სიამოვნებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სტუდიაში ხართ გარდა პირადი ურთიერთობისა და მეგობრობისა. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, ვისთანაც მე შემიძლია ბავშვი მოზარდი და ახალგაზრდა და ნებისმიერი ადამიანი გავაგზავნო და ურჩიო და რეკომენდაცია მივცე ეს თქვენ ბრძანდებით. დიდი მადლობა. და ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ეკა, დღევანდელი საუბრის თემა შეეხება მიჯაჭვულობას, ოღონდ ბავშვობიდან მოყოლებული. ხო, იმიტომ რომ მიჯაჭვულობას როგორც წესი ადამიანები რო იგებენ ნეგატიური დატვირთვა აქვს უფრო ხშირად, ხო? თითქოს ეს მიჯაჭვულობა არის ცუდი სიტყვა. მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს აღმოჩნდა, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანს არ შეუძლია რამეზე არ იყოს დაკიდებული თითქოს. მას არ შეუძლია ბოლომდე ჩამოეხსნას, საყრდენი არ ქონდეს, ან არ ქონდეს სახურავი, პირობითად რო ვთქვათ. რაღაცას არ ეყრდნობოდეს. ახლა ვისთვის რა არის ეს ძალიან შეიძლება ინდივიდუალური იყოს და განსხვავებული, მაგრამ აი ბოლომდე ეს გრავიტაცია რო არ იყოს დედამიწაზე და ჩვენ რო ყველა ჰაერში ვიქნებოდით, დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ფსიქიკას, რომელსაც რაღაცა თავისი საყრდენები არ გააჩნია, მით უმეტეს ახლა ბავშვობიდან მოყოლებული, ბავშვი არის ყველაზე უსუსური არსება ამ სამყაროში. მით უმეტეს ახალდაბადებული და პატარა ბავშვი, რომელსაც არაფერი თავისით არ შეუძლია. და ბუნებრივია, რომ ეს მიჯაჭვულობა იქნება. რა ტიპის მიჯაჭვულობებს იცნობთ თქვენ და რა შეგიძლიათ გითხრათ, რომელი მიჯაჭვულობა რაში შეიძლება გადაიზარდოს და რა კორელაციები არსებობს? ძალიან საინტერესო თემაა თვითონ ეს თავისთავად, იმიტომ რომ როდესაც აი მიჯაჭვულობის თვითონ ტერმინი მიჯაჭვულობის სტილი შემოიტანა ბოულბიმ, რომელიც სწავლობდა ბავშვებსა და მშობლებს აღზრდელებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას და ჩვენი ყველას მოთხოვნილება არის პირველ რიგში უსაფრთხოების მოთხოვნილება, რომ ვიყოთ დაცულები. და სწორედ აი ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან არის დაკავშირებული მიჯაჭვულობის სტილი, რომელიც ყალიბდება უკვე ჩვილი ბავშვობის ასაკიდან და რომელიც მერე უკვე გავლენას ახდენს და აგრძელებს ჩვენს ზრდასრულ ცხოვრებაზეც. ეხლა დასაწყისში მინდა წარმოიდგინოთ პატარა ბავშვი, რომელიც მიდის ესე ხელგაწვდილი მშობელთან, აღზრდელთან რაღაცას ითხოვს. ითხოვს სიყვარულს, ზრუნვას, ხო? დაცულობას და უცბად წარმოიდგინეთ, რომ ვერ ისმის ზრდასრული მის ამოთხოვნილებას, ვერ ხედავს და ზურგით დგება. რა გრძნობა ემართება ამ დროს ბავშვს? როგორ გრძნობს თავს? მისთვის თითქოს სამყარო იწყებს რყევას და მოდის შფოთვა. ოღონდ ეს შფოთვა არ არის ერთჯერადი, როცა უკვე ეს ქცევითი მოდელი მრავალჯერადად მეორდება მშობელსა და აღზრდელს შორის მსგავსი ქცევითი მოდელი, ის უკვე ყალიბდება არაუსაფრთხო მიჯაჭვულობის ფორმად, რომელიც მერე ზრდასრულ ცხოვრებაში ახდენს გავლენას ჩვენს ყველა ურთიერთობებზე, მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორულ ურთიერთობებზე, ჩვენს თვითშეფასებაზე და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის პიროვნებას ფაქტიურად ნიადაგს სწორედ ეს უსაფრთხო მიჯაჭვულობა უქმნის. იმ ნიადაგს, სადაც ადამიანის ჯანსაღი პიროვნება უნდა აღმოცენდეს, მაგრამ ზოგჯერ როცა ეს ვერ ფორმირდება, ხო, ყალიბდება უკვე არაუსაფრთხო მიჯაჭვულობის რამდენიმე სტილი, რომელზეც ახლა მე მკითხეთ. ძირითადად საუბრობენ ხოლმე თავის ამრიდებულ მიჯაჭვულობაზე, შფოთვით ამბივალენტურ და დეზორგანიზებულ მიჯაჭვულობაზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება მერე უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში. მოდით თითოეულზე ვისაუბროთ. იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა, ეს პირობითია და ესეთი ზუსტი საზღვრები არ არსებობს, რომ შემოხაზო და ეს ჯგუფი მხოლოდ თქვათ მიეკუთვნება პირველს ან მეორეს ან მესამეს, ან კიდე რაიმე სხვას, მაგრამ მაინც რაღაცა ჩვენ მშობელს აქვს სენსორები, რითიც შეუძლია ეს გამოიცნოს, თუ ცოდნაც ექნება მით უმეტეს. იმიტომ რომ თქვენაც ბრძანეთ ეკა, ის რომ ბავშვი მოდის რაღაც ხელგაწვდილი და რაღაცას ითხოვს და მშობლისგან ხვდება ზურგი,
ეს შეიძლება ზოგმა სწორად ვერ გაიგოს, იმიტომ რომ ჩვენ მშობლები ვთვლით, რომ მეტი რა უნდა გაუკეთო ბავშვს. მას აქვს ყველაფერი, საჭმელი, სასმელი, სათამაშო, რასაც მოინდომებს, ყველაფერი აქვს. ძიძები 24 საათიანიც, დილითაც, საღამოსაც, ანუ ბავშვმა რომ მოითხოვოს რაღაცა ჩვენი გაგებით რაღაცა უცნაური და ფანტასტიკური რაღაც მოთხოვნა, ისიც კი უსრულდება და მეტი რა ქნას მშობელმა. ის დადის ყველაფერზე, შემდგომში სკოლასთან ერთად საუკეთესო სკოლაში და ამ დროს მე რო ჩნდება პრობლემები, ვეღარ ვცემთ პასუხს კითხვაზე, რომ სად რა გამომრჩა, რა ვერ შევამჩნიე, რა უნდა მექნა. და იქნება აი ამ ეს რაკურსიც, ეს პერსპექტივაც რომ განვიხილოთ. საინტერესოა ამ რაკურსით განხილვა თვითონ მშობლების თვალსაზრისითაც, როგორ ვიყო მე ჩემ შვილთან, რომ ეს უსაფრთხო მიჯაჭვულობა შექმნა და ასევე ჩვენთვის ზრდასრულებისთვის, რომ გადავიხედოთ წარსულში როგორ ხდებოდა ჩვენთან ჩვენი აღზრდის პროცესში და რა მაქვს შესამჩნევი და გასათვალისწინებელი აი ამ ორივე კონტექსტიდან რომ შევხედოთ. საერთოდ რა არის ხო მიჯაჭვულობა? ეს არის ნეირობიოლოგიურად განპირობებული თვითონ სისტემა, რომ რაღაცა საფრთხის შემცველ სიტუაციაში თავი გადავირჩინო და ვიპოვო ჩემთვის უსაფრთხო სივრცე. უსაფრთხო სივრცეს ბავშვისთვის ვინ ქმნის? აღმზრდელი, ხო, პირველი სამყარო აღმზრდელია ბავშვისთვის. შესაბამისად, ნახეთ, როდესაც თქვა აღმზრდელს ბავშვის მინდა, ან არ მინდა, უჭირს გაიგოს და მე უკეთესად ვიცი შენზე, ანუ რა საჭიროება აქვს იმ დროს ბავშვს, რა მოთხოვნილება აქვს ბავშვს, ამისი სწორად გაგება და რეაქციის სწორად. ეს არის ნახეთ, როდესაც ბავშვი იბადება, პირველი კვებითი ჯაჭვი არის ხო, ძოძუთი კვება და ეს არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური პროცესი. ბავშვს ჭირდება ემოციური კვებაც და პირველი ბონდინგი, პირველი კავშირი ემოციური აღმზრდელსა და ბავშვს შორის სწორედ აქედან იწყება, როცა სამყარო იწყებს ბავშვზე ზრუნვას, ხო? და მე ეს ჩვილობიდან დაწყებული გრძელდება მთელი ბავშვობა, როგორ ფორმირდება ეს მიჯაჭვულობა, ეს არ არის მხოლოდ დედაზე, მიჯაჭვულობის ობიექტი შეიძლება იყოს მამა, ძიძა და ყველა ის ადამიანი, ვინც ზრუნავს ბავშვის უსაფრთხოებაზე. მთავარი ეს არის, რომ როდესაც ბავშვს უჭირს კრიზისულ სიტუაციაშია, ჰყავდეს ვიღაც ადამიანი, ვინც მას მოусმენს, ვინც მის ემოციას დაიტევს და ეს უნდა იყოს ემოციური კავშირი. ეს არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური კვება ან მატერიალური ზრუნვა ბავშვზე. ეს არის ბავშვთან ემოციური ყოფნა, ემოციური მხარდაჭერა და აი აქ როგორ რეაგირებს მშობელი, ამაზეა დამოკიდებული. მოდით ახლა ჩავყვეთ, რომელი რეაქციის ფორმა, რა ფორმის მიჯაჭვულობას გამოიწვევს. ვთქვათ, უსაფრთხოზე ჩვენ თქვით, რომ მშობელი ისმენს, ხვდება ბავშვის ემოციას, მხარს უჭერს, იზიარებს მის წუხილს, მის სიხარულს. აქედან გამომდინარე ნახეთ ზრდასრულობაში შემდეგ ჩვენი ბავშვობა ზოგადად ჩვენს უკან არჩება, როდესაც არის რომ მე ბავშვობა დავასრულე, არაფერიც არ დაგვისრულებია. ჩვენი ბავშვობა, ჩვენი შინაგანი მოდელებით დღემდე აგრძელებს ჩვენში არსებობას და ის გავლენას ახდენს ჩვენს დღევანდელ ურთიერთობებზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამისი ცოდნა. თუ მე ბავშვობაში მისმენდნენ, თუ მე ვიყავი მხარდაჭერილი, ემოციურად უზრუნველყოფილი და ასე დაცულ გარემოში ვიზრდებოდი, ნახეთ ზრდასრულ ასაკში მე ვყალიბდები როგორ ადამიანად. მე სხვა ადამიანებს ვენდობი, მაქვს სტაბილური ურთიერთობები, ვარ ცნობის მოყვარე, ეს შემეცნების ინტერესი რომ გამოვიძიო, გავიცნო ადამიანები. ხშირად ესეთი უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები პირველ ნაბიჯებს დგამენ ახალი ურთიერთობის სასაწყობად, არიან კარგი გუნდური მოთამაშეები და სტრესულ სიტუაციაშიც ნახეთ, რაც არ უნდა რთული იყოს, ახერხებენ რომ იყვნენ ემოციურად რეგულაცია მოახდინონ და გარკვეული კონსტრუქციული გამოსავალი იპოვონ და თვითშეფასებად შესაბამისად ადეკვატურია და მათ აქ თვით აღქმა რომ დიახ მე ვიმსახურებ სიყვარულს და არც დახმარების თხოვნა არ უჭირთ, იმიტომ რომ ისინი მიჩვეულები არიან ბავშვობაში, რომ როდესაც ითხოვდნენ, მათ ეს ეძლეოდათ, ეს მხარდაჭერა, ეს გვერდში ყოფნა ეძლეოდათ. ამ გამოცდილებით ყალიბდება უსაფრთხო მიჯაჭვულობა. ეხლა რა ხდება შფოთვითის დროს? კი. ეკა ეს არის ფუნდამენტი ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის, იმიტომ რომ დღეს ძალიან მოდაში ამაზე საუბარი, ეს არის საკუთარი ემოციების სახელდება და სხვის ემოციების
წაკითხვა არის ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ამაზე დგას ემპათია და ზოგადად კომუნიკაციის საფუძველია ეს და კომუნიკაცია კი არის ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი. იმიტომ რომ საკუთარი თავიდან დაწყებული მთელ სამყაროსთან გვაქვს ურთიერთობა. და აქედან გამომდინარე ძალიან კარგი იყო ეს აქცენტი, რომ დიახ, უსაფრთხო მიჯაჭვულობას ქმნის ემოციური ენა. იმიტომ რომ იაპონიაში ჩაატარეს ეგეთი ექსპერიმენტი, რომ ძიძები აჭმევდნენ ბავშვებს და ბანდნენ და რაღაც სტატისტიკა სიკვდილიანობის მოიმატა და მიხვდნენ, რომ ამ ბავშვებს ჭამა და ჩაცმა და დროზე დაძინება არ აკმაყოფილებთ და საერთოდ არ არის ეს აუცილებელი. წუთი-წუთზე ჭამოს ან ვიღაცამ გამოუცვალოს, როდესაც ის სველია. აქ არის ლაპარაკი იმ ჩახუტებაზე, იმ კონტაქტზე, იმ ადამიანურ სიტყვაზე, სითბოზე, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ადამიანს დაბადებისთანავე, მე მგონი ჩასახვისთანავე, მაგრამ თქო დაბადებიდან რომ თქო დიდი მადლობა და რომ გავაგრძელოთ. კი ბატონო, ემპათია ახსენეთ და სხვისი დანახვის უნარი და ზუსტად უსაფრთხო მიჯაჭვულობას ეს აქვს, რომ ძალიან კარგად იციან უკვე რას გრძნობ რა მინდა, შეუძლიათ სხვა ადამიანის დანახვა და შეუძლიათ საკუთარი საზღვრის დაცვაც და სხვისი საზღვრის პატივისცემაც. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხოლმე. აი რაც შეეხება არაუსაფრთხო მიჯაჭვულობას, ნახეთ, აქ აღზრდის ფორმაც სხვაგვარია. აქ არის ხან ანუ არათანმიმდევრული აღზრდა, როდესაც გვაქვს რომ ხან არის ეს მისაღები და მოსმენილი ბავშვის სურვილები და ხან არა და ბავშვი იბნევა. ანუ შფოთვითი ამბივალენტური მიჯაჭვულობის დროს რაღაცა ესეთ გაურკვევლობაში ექცევა და როდის ვითხოვა და როდის მომცემს და იქნება მხარდამჭერი ჩემი მშობელი და როდის არა, ხო? უკვე აღარ ვიცი და აქ უკვე მოდის შფოთვის საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელი, რომელიც მე უკვე გრძელდება და გენერალიზდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში და ამ ადამიანს უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში ნახეთ, სულ აქვს ეჭვი, ძალიან რეზისტენტულია, ძალიან გრძნობი არის სხვების შეფასებების მიმართ, სულ ითხოვს სხვებისგან აღიარებას, სულ ნახეთ ორი უკიდურესი ფორმა აქვს, ან სულ ვიღაც სჭირდება, ვისაც მიეწებება, ან პირიქით საერთოდ იმისთვის რომ იმის შიშით რომ არ უარყონ, ხო? და რაღაცა საპირისპირო არ მიიღოს, ხო? შეიძლება პირიქით აი რაღაცნაირად დისტანცია დაეჭირო, ემოციურად მოწყვლადები არიან და ნახეთ მიჯაჭვულობის სტილი ძალიან კარგად ჩანს ხოლმე კონფლიქტურ სტრესულ სიტუაციებში, ძალიან მკვეთრად იჩენს თავს და ასეთი ტიპის ადამიანებს აქვთ უფრო აი დრამატიზაციისკენ მიმართულება, გამწვავება კონფლიქტების. ხშირია აი ეს მოთხოვნა, რომ სხვისგან აღიარების, რომ აი მითხარი რომ გიყვარვა, აი პარტნიორებთან არის ხშირი მოთხოვნა, რომ ის მოთხოვნილება რაც თავის დროზე თქვათ ვერ მიიღეს, მე პარტნიორისგან ითხოვენ ხოლმე რომ დაუკმაყოფილდეს და სინამდვილეში ეს მისი ბავშვობის ხმა. ხო, და აქედან გამომდინარე, აი ეს მოწყვლადობა, მუდმივი მხარდაჭერის მოთხოვნილება, მუდმივი სხვისგან აღიარების მოთხოვნილება, საკუთარ შესაძლებლობებს და რესურსებს ხშირად საკმარისად ვერ აფასებენ ეს ადამიანები და აი ეს ემოციური მოწყვლადობა ახასიათებს ამ ტიპის მიჯაჭვულობას. და კარგი რამე თქვით, ზუსტად რომ ადამიანი, როდესაც არაადეკვატურად მოითხოვს ამას, რომ ის დაინახონ, ან უყვარდეთ, ან დაშს უკრავდნენ, ხშირად ეს ადრესატი ის ადამიანი არ არის, ანუ აუდიტორია არ არის. ადრესატი არის სწორედ მასში ბავშვი და მასში ბავშვის მიერ დანახული სამყარო. როდესაც ის ბავშვობაში იყო ფრუსტრირებული ამ მხრივ, რომ მას ვერ ხედავდნენ და კიდევ მინდა გავიმეორო ალბათ მაყურებლისთვის და ჩემთვისაც, რომ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ან არ გიყვარს შვილი, ან რაღაცას აკლებ, არა, აბსოლუტურად არ გულისხმობს, ყველაზე მეტად გიყვარს და მე ხშირად ვეუბნები მაგას მოზარდებსაც და ახალგაზრდებსაც, ვინც ბრაზობს მშობელზე, რომ ჩვენ მშობლებს გვამართლებს სიყვარული, თორე ისე ბევრი რამე გვეშლება. გვეშლება, იმიტომ რომ სხვა რამე არ ვიცით, როგორც გვექცეოდნენ, ისე ვიქცევით და პირველად ვარ მშობელი. შესაბამისად, შვილისგანაც მეტი გაგება ზოგჯერ, როცა უკვე ის გაიზრდება, რა თქმა უნდა, ბავშვს ეს ცოტა უჭირს, იმიტომ რომ თქვენ სწორად ბრძანეთ. როდესაც არაპროგნოზირებადია მშობელი ბავშვისთვის, მისთვის სამყაროც არაპროგნოზირებადია. იმიტომ რომ ერთ და იგივე ქცევაზე ხან წახალისებულია, ხან
დაიგნორებულია, ხან დასჯელი. აი რა გაიგოს ახლა, როგორ მოიქცეს. და აი ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრულობას და დიდი მადლობა ამისთვის, რომ ბრძანეთ. კი ბატონო. და არის კიდევ ესეთი თავის ამრიდებლური მიჯაჭვულობის ფორმა, როდესაც არ იყო ბავშვის ხმა მოსმენილი. აი, საერთოდ არ ხდებოდა გათვალისწინება ბავშვის მოთხოვნილებების, ინტერესების. მე უკეთ ვიცი, დასრული ვარ და მე უკეთ ვიცი და მშობელი და აღზრდელი იღებს ხშირად გადაწყვეტილებებს ბავშვის ნაცვლად და მზა სტანდარტებით ცდილობს აი ამ ყალიბში ბავშვის მოთავსებას. ამ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს, რომ აზრი არ აქვს თხოვნას და ჩუმდება. აზრი არ აქვს ემოციების გამოხატვას და იწყებს შენახვას საკუთარ სხეულში ამ ემოციების და რაღაცნაირად ამ ემოციების გაჩუმებას და შესაბამისად მე დასრულობაში ზოგჯერ განიხილებიან ეს ადამიანები რომ რაღაცნაირად ჩაკეტილები არიან, თითქოს გარიყულები არიან, უყვართ იზოლაციაში ყოფნა, მაგრამ სინამდვილეში ის ასე არ არის. ეს მისი ბავშვობის ისტორია დაიწერა ასე და ასეთი შინაგანი მოდელი ჩამოუყალიბდა ამ ადამიანს და არ იცის უბრალოდ სხვანაირად. ასე გადაირჩინა თავი ბავშვობაში. ნახეთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს მიჯაჭვულობის სტილი, როდესაც ყალიბდება, ეს ბავშვისთვის მაშინ თვით გადარჩენის სტრატეგია, ადაპტაციის ფორმაა და ის რაც ბავშვობაში დაგვეხმარა და გადაგვარჩინა, ზოგჯერ ზრდასრულობაში პირიქით გვანგრევს და ურთიერთობებში ხელს გვიშლის და ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმისი ცოდნა, რომ ეს ნამდვილად ობიექტური მოცემულობა, ის პრობლემა და სიტუაცია, რაც ეხლა მე მაქვს, თუ ჩემი ბავშვობის გამოძახილი, რაც თქვენ აღნიშნეთ წეღა, რომ აი შეიძლება იმ ადამიანს საერთოდ არაფერი წვლილი არ მიუძღვეთოს და მართლა მისი ბავშვის ხმა მეტყველებდეს, ხო და აი ამის გამიჩნდა რომ სულ გარეთ დანახვა რაღაც პრობლემის ზოგჯერ მართლა კარგი იქნება თუ კი ჩვენ შიგნით და ბავშვობის ნაწილსაც ჩავხედავ და მოусმენთ ხო? მე აქ აუცილებლად მინდა დავამატო რომ დღეს თანადამოკიდებულებას განიხილავენ ხოლმე და იქ არის ერთი ძალიან დავიწყებული კონტრდამოკიდებულება რომელიც არის სწორედ ამრიდებლური. ანუ ეს არის სტრატეგია, როდესაც შენ გეშინი არ გახდე დამოკიდებული დამოკიდებულზე და მიდიხარ განრიდებაში ისევ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ეს ალბათ ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ზუსტად ფუნდამენტში ეგ არის, რომ აზრი არ აქვს. ხო. და მე რო გადავრჩე, მე ვერ უნდა დაგინახო შენ და მე არ უნდა გთხოვო არაფერი. იმიტომ რომ ვიცი რომ მაინც არაფერს არ მივიღებ აქედან. კი და ძალიან უჭირთ ამ ადამიანებს თხოვნა, დახმარების თხოვნა და როდესაც შეკითხები ხშირად არის მათგან პასუხი რომ ყველაფერი კარგად არის. და სინამდვილეში შეიძლება სჭირდებოდეს მართლაც მხარდაჭერა და სხვათა შორის ახლა გავაგრძელებ ამ თქვენს გაჟღერებულ ნაწილს ინტიმურობის თემას შემოვიტანდი აქ. რაც აი ესეთი თავის ამრიდებლური მიჯაჭვულობა ხელს უშლის ძალიან ინტიმურობის თემას, აი როდესაც ოჯახი იქმნება და ეს წეღან ვახსენე წყვილთა შორის ურთიერთობებზე ძალიან რეზონირებს ხოლმე და შეიძლება ორი არაჩვეულებრივი ადამიანი შეხვდა ერთმანეთს, შექმნა არაჩვეულებრივი ოჯახი, მაგრამ ხდება რა, მოდით ახლა წარმოვიდგინოთ შფოთვით ამბივალენტური და თავის ამრიდებლური მიჯაჭვულობის ისტორიის მქონე ადამიანები ერთი ითხოვს მუდმივად სიყვარულს რომ მომეცი, მეორე უკან იხევს, იმიტომ რომ ის დისტანცირდება და ის თავის ამრიდებლური სტილით არის მიჩვეული ურთიერთობას და ეს ემსგავსება ფსიქოლოგიურ ძალადობას. განა იმიტომ რომ თვითონ ამ ადამიანების რეალური, ასე ვთქვათ, მაჩვენებელია ეს. უბრალოდ მათი ორი განსხვავებული ისტორია შეეჯახა ერთმანეთს და ხედვა და ეს ქმნის ძალიან დიდ კონფლიქტს მერე, რომელმაც შეიძლება საერთოდ ოჯახიც კი დაშალოს და თუ კი ეს იქნება შემჩნეული, რომ აგერ ჩემი ეს ბავშვობის გამოცდილება რეზონირებს ამ ჩვენს ურთიერთობაზე, მაშინ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ თუ შეამჩნევენ, რომ ეს განმეორებითი პატერნებია და რაღაც გაიჭედა ამაში ეს ურთიერთობა, ხო? წყვილთა თერაპიას თუ კი მიმართავენ, შეიძლება რომ ეს ურთიერთობა ნამდვილად გადარჩეს და გააგრძელოს ჯანსაღ ოჯახად ფუნქციონირება.
და დამოკიდებულებაზე ვიტყვი კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მინდა ასევე დეზორგანიზებულ მიჯაჭვულობაზე ვთქვა, იმიტომ რომ ხშირად ეს არის მიჯაჭვულობის ის ფორმა, სადაც კვლევები აჩვენებს, რომ წამალზე დამოკიდებულება, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ხშირად პროცენტულად ყველაზე მაღალი მაინც დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობაში მათ ცხოვრებაში ის ობიექტი, ვინც უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების შემცველი, ასოცირებულია ტრამვასთან, შიშთან, ძალიან მტკივნეულ გამოცდილებებთან და შესაბამისად მათი ქცევები არის ძალიან ქაოტური ხოლმე, ამ ადამიანის ქცევები. ერთი შეხვედრით შეიძლება ძალიან ქარიზმატულ ტიპებადაც ჩანდნენ და ქარიზმატულ ადამიანებადაც, მაგრამ მათ შიგნით აქვთ ძალიან აი ნახეთ კრიზისულ სტრესულ სიტუაციაში ეგრევე იღვიწებს მისი ეს ტრაუმული გამოცდილებები და ან იწყება მათი ძალიან დიდი ბრაზის მრისხანების ფორმით გამოტანა აი ამ თავისი ემოციების და საჭიროებების ან გარბიან თქვათ და ხდებიან წამალ დამოკიდებულები, ალკოჰოლ დამოკიდებულებები და ასე შემდეგ და აი ამ დეზორგანიზებული მიჯაჭვულობის დროს ასევე ბარემ რეკომენდაციასაც ვიტყვი ძნელია რომ თვითონ მოახერხონ ამ სქემიდან გამოსვლა და სასურველი იქნება რომ ფსიქოთერაპიას მიმართონ ხოლმე. და არა მარტო. თქვენ რაც ბრძანეთ ეს ბოლო მიჯაჭვულობა ეს კიდევ შეიძლება ცოტა ზოგჯერ ფსიქიატრიის მოედანზეც გადადის ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ნარკოტიკი დღეს ძალიან არის პლანშეტებზე დამოკიდებულება და ნებისმიერ რამეზე დამოკიდებულება, რომელიც დეზორგანიზაციულ ქცევას იწვევს პირველ რიგში და შეიძლება პიროვნების ჩამოშლა გამოიწვიოს. შესაძლოა ყველა მიჯაჭვულობის ერთად გაერთიანებამ ან სხვადასხვა ტიპის თქვენ რაც ბრძანეთ მიჯაჭვულობებმაც გამოიწვიოს იმის გამო, რომ მან სხვა გამოსავალი ვერ იპოვოს იმ სიტუაციაში ადამიანმა. როდესაც თქვენ კარგად გააკეთეთ აქცენტი გადარჩენაზე, მორგებაზე. ნახეთ, ჩვენი ქცევა არის მორგებული იმ სიტუაციას და იმ გარემოს და იმ კულტურას და იმ პირობებს, რაშიც ვართ. რამდენადაც ახერხებ მორგებას და რამდენადაც ახერხებ ადაპტაციას, იმდენად როგორც ჩინელები იტყოდნენ ჯამთელი ხარ. ხა ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიდაოთ, ეს არის ჯამთელობა თუ არ არის, მაგრამ რაღაცა თქვათ ის დისკომფორტი, რომელიც შეიძლება კონდეს ადამიანს დეზადაპტაციური პროცესების დროს, ეს ნაკლებად არის და ეს რთული პროცესი, ამიტომ მაგაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, რა არის მაინც რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და ერთ-ერთი კვლევაში იყო უსიყვარულობა. ისევ ბოდიშს ვიხდი მაყურებელთან, რომ რა თქმა უნდა არ იგულისხმება ის სიყვარული ინსტინქტური და ის უზარმაზარი სიყვარული, რომელიც მშობელს შვილისადმი აქვს. ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. მაგრამ ნახეთ რა არის. თვითონ იმ ადამიანს, ვის მიკენაც არის მიმართული სიყვარული, ჩვენი ის ვერ გრძნობს, რომ გიყვარს და მაშინ გამოდის, რომ მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენ თუ ამას ვერ გრძნობ, რომ მე შენ მიყვარხარ და ამას ვერ კითხულობ, მაშინ რა ხარ? მიტოვებული, მარტო დარჩენილი და მაძიებელი ამ სამყაროში რაღაც ისეთი აგენტების თუ ისეთი რაღაც საშუალებების, რომელიც სიამოვნებას, უსაფრთხოებას, დაცულობას მოგიტანს. აი თქვენ ძუძუთ იკვება ახსენეთ და მეგობრობა და უსაფრთხოება ისეთ ჰორმონებზეა დამოკიდებული კიდევ, რომელიც გამოიყოფა მაშინ, როდესაც გეფერებიან, როდესაც გეხუტებიან ბავშვის და ნებისმიერ ასაკში. რომ პირდაპირ დედის რძით ამას ადამიანი უკვე იღებს, ანუ ის უკვე დაცულია ამ სამყაროში. გარშემო სულ რაღაცა ხდებოდეს, მას არ აინტერესებს, ის არის უსაფრთხოდ მიჯაჭვული თავის დედაზე. ამიტომ ეს ამნიშნულოვანი დასაწყისი ადამიანის ცხოვრებაში, რომ შესაძაც მას თითქოს ეს აკლია შეუძლებელი ხელოვნურმა კვებამ გაითვალისწინოს ის ყოველდღიური ემოციური მდგომარეობა, რაც ბავშვს აქვს და დედას. ისინი ერთმანეთს ამ სიმფონიაში კითხულობენ, რა აკლია მას და რა არა, ეს ფიზიოლოგია. მაგრამ აი შემდგომში შე შემთხვევაში ვეღარც კი ვიგებთ რა ხდება და ერთი კითხვა მაქვს ეგეთი თქვენთან. აი მაგალითად ესეთი
შემთხვევა იყო, რომ 8-9 წლის ბავშვი, რომელსაც ყველაფერი აქვს, 4 ბებია, 4 ბაბუა, დედა, მამა, ძიძა, ყველაფერი აქვს, აბსოლუტურად კარგად უზრუნველყოფილია და ჯანმრთელ ოჯახში ცხოვრობს იმ გაგებით, რომ მეტნაკლებად ყველა პატივსცემს ერთმანეთს. უცბად აკეთებს ერთ-ერთ თქვათ ან ძიძაზე, ან ერთ-ერთ ოჯახის ახლობელზე ეწყება ესეთი ეთეჩმენტი, მიჯაჭვულობა, რომ მის გარეშე არც ჭამს, არც იძინებს, არც მეცადინეობს. ეს არ არის იშვიათი შემთხვევა. როდესაც ამ ფონზე, როდესაც ყველა თითქოს არაჩვეულებრივი ერთი გამოარჩია და არის ხომ ეკითხვა, არის ეს პრობლემა და ეს სამომავლოდ, როგორ შეიძლება ჩაიხსნას ესეთი ტიპის მიჯაჭვულობა და მოახერხოს ამ ბავშვმა და შემდგომში დასრულმა, რომ გადაანაწილოს თავისი, ვთქვათ, განზავება მოახდინოს ამისი, რომ არ იყოს ერთი ადამიანი მისი ამოსავალი, იმიტომ რომ არსებობს ისეთი სინდრომები, ადელის სინდრომს ეძახიან, როდესაც ხდება პათოლოგიურად მამაკაცზე მიჯაჭვულობა, რომ დარქმევა, რომ ქმარია, რომ მას უკვე უყვარს და ამ დროს შეიძლება ის არც იცნობდეს მას. ოღონდ ანუ ფსიქოტური რეგისტრი ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა, რა შეიძლება ამ დროს მოხდეს, რომ მშობელმა დაიბრუნოს თავისი, ვთქვათ, პირობითად ავტორიტეტი, როდესაც ბავშვი გარეთ ეძებს მიჯაჭვულობის ობიექტს. ბატონო, ვთქვათ, 8-9 წლის ასაკში. ესეც, როდესაც საუბრობდით, მეწეღან ვახსენე, რომ არსებობს ესეთი, როდესაც ბავშვი ამ უსაფრთხოებას ეძებს, ზოგჯერ ხდება ისე, რომ მას სჭირდება, მარტო ყოფნა არ შეუძლია და სჭირდება, რომ ვიღაცას მიეწებოს და ვიღაც ყავდეს ამ დაცულობის გარანტი, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი, რომ ერთი ობიექტი იყოს დაცულობის გარანტი, ხო? ეს არ არის მხოლოდ დედა, ეს შეიძლება იყოს მრავლობითი ობიექტი, რომელთანაც ის გრძნობს თავს დაცულად. დაცულად ყოფნა და მიჯაჭვულობა ნიშნავს ჯანსაღ კონტაქტს და არა იმას, რომ ნახეთ მიწებება სხვა რამეა, როდესაც ნახეთ მე უსუსურად ვგრძნობ თავს და ჩემს ნაცვლად სხვა უზრუნველყოფს გარემოსთან კონტაქტს და ადაპტაციას. მიჯაჭვულობა უზრუნველყოფს რას? მიჯაჭვულობა ტოვებს სივრცეს იმ ბავშვისთვის, იმ ადამიანისთვის, რომ მას თვითონად შეეძლოს, ანუ მე და შენ ურთიერთობაში ვართ. ეს არის კონტაქტი. ოღონდ ეს არის ჯანსაღი კონტაქტი და ნახეთ ჯანსაღი მიჯაჭვულობა იმისთვის, რომ არ მოხდეს შემდეგ პათოლოგიური ფორმით ეს განვითარება, ხო? აქ უკვე არ ვიცი ხა კონკრეტულ кейს უკარ არის და შეიძლება იყოს საფუძველში შფოთვითი მიჯაჭვულობა ადრეულ ასაკში, არ ვიცი ხო, მაგრამ ნახეთ ჯანსაღი მიჯაჭვულობის საზომი რა არის, რომ ეს ამ სივრცეში მე შემეძლოს უსაფრთხოდ მიახლოვება ადამიანთან და უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ განშორებაც. ეს არის კონტაქტი, მოძრაობა და არა ხისტი სტაბილური ურთიერთობა. და ეს ფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა შორის ესეთი ექსპერიმენტი იყო, მადლობა ეს რო თქვით, ეკა ბავშვებს დაუმონტაჟეს ექსპერიმენტი რაღაც ინოვაციას ვთქვათ, დაუმონტაჟეს ეტლზე კამერა, სადაც ისინი ხედავდნენ პლანშეტი, სადაც ხედავდნენ დედას, სადაც წავიდოდა. აი ვთქვათ, მაღაზიაში არიან მარკეტში და 5 წუთი დედა მიუბრუნდა რაღაცას და ყიდულობს, რომ მის თვალთახედვაში იყოს, მუდმივად უყურებს და ეს ჩაითვალა შეცდომად, იმიტომ რომ ბავშვს უნდა კონდეს ნელ-ნელა უნარი იმისა, რომ რაღაც პერიოდი ითამაშოს და გააგრძელოს, ეს უსაფრთხოება იყოს იმდენად გამჯდარი მასში, რომ დედა რო გავიდეს ოთახიდან, მისთვის არ დაიქცა ქვეყანა. კი ბატონო. რომ მას აქ იმედი, რომ დედა დაბრუნდება. კი ბატონო, ეს იმედი, რომ დედა სტაბილურობის განცდა, ნახეთ, ძალიან საინტერესო რამ არის, რომ როდესაც ქალი არის ორსულად, ხო 9 თვის შემდეგ ბავშვმა დაასრულა ფიზიოლოგიური განვითარება დედის მუცელში და ის უკვე მზად არის, რომ დაიბადოს, ანუ სხვა სხეულად განაგრძოს არსებობა. ასე არის ფსიქოლოგიური და დაბადების მომენტიც, რომელიც დაახლოებით 3 წლის ასაკისთვის ხდება და ზუსტად 3 წლამდე პერიოდში, როდესაც გვაქვს უსაფრთხო
მიჯაჭვულობის გარემო ბავშვზე ზრუნავენ, ბავშვის მოთხოვნილებებს ისმენენ, მის მინდასაც უსმენენ და მის არ მინდასაც უსმენენ გარშემომყოფი ადამიანები და ითვალისწინებენ ამას. ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 2 წლის ასაკში ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ჩვენი ტვინი ბავშვობაში იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არის ვენდო თუ არ ვენდო სამყაროს. და ეს სამყარო ჩვენი აღმზრდელი და მშობელია. მათი რეაქციიდან გამომდინარე მე უკვე მთელი ჩვენი ზრდასრული ცხოვრება ამ გადაწყვეტილების შედეგებს ვიმკვით და 3 წლიდან უკვე ნახე 2-დან 3 წლამდე მკვეთრი მიჯაჭვულობის ფაზაა და 3 წლიდან უკვე უნდა დაიწყოს ნელ-ნელა გამოყოფა, სეპარაცია ამ აღმზრდელებიდან, გამოდიფერენცირება, აღარ გჭირდება ეს შერწყმის სტადიაში ყოფნა ბავშვის და მან უკვე ცალკე როგორც ინდივიდმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავის მოძებნა და პოვნა და ამიტომაც გჭდება ხო ამ ასაკში ფრაზა მე თვითონ ხო? როდესაც ესეთი დომინანტი ფრაზად იქცევა ხოლმე. კი ბატონო, ასე რომ ესეც სამნიშნულოვანი ფაქტორია, ვიცოდე როდის გავუშვა და სულ არ ვიყო შერწყმაში ამ ჩემ შვილთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი უსაფრთხო მიჯაჭვულობის პროცესში ეს მოიაზრება. და რა თქმა უნდა, ხშირად არის ხოლმე რომ 3 წლის ბავშვისთვის ფსიქოთერაპია უნდათ და სინამდვილეში მშობელს სჭირდება ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ 3 წლის ბავშვთან უცხო ადამიანი ვერ დამყარებს რაიმე ისეთ კონტაქტს, რომ ის მას ენდოს ან თქვა მით უმეტეს აი ბავშვებმა თამაში მანამდე არც იციან ინდივიდუალურად თამაშობენ 3 წლიდან შეუძლია გაზიარება ზუსტად მე ანუ პირველი პირი შემოდის მანამდე შეიძლება მესამე პირში განეხილავდეს თავის ადამიანი და მე და ჩემია და მე თვითონ რომელიც არ უნდა იყოს დათრგონული და ბუნებრივია ეს უნდა იყოს იგივე ბაღი რომელიც რეკომენდირებულია ამ სოციალური ურთიერთობებისთვის ადამიანებთან კონტაქტისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია იცი და ესეც თუკი ყველაფერი მანამდე უსრულდება ისე რომ მის ემოციებს კი არ უსმენენ და მასთან კი არ არის კონტაქტი მეგობრული არამედ რასაც სიტყვის უსრულდება ძალიან დიდი იმედგაცრუება აქვს მას ბაღში და სკოლაში იმიტომ რომ არაფერი არ უსრულდება არავინ არ აპირებს მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხომ რას მას უნდა და იქ აღმოჩნდება ბევრი მსგავსი ბავშვი რომელსაც ზუსტად ესევე უნდა კიდევ რაღაცა თავისი და წარმოიდგინეთ კონტაქტის რამდენად რთულია მათთვის კონტაქტის დაწყება და თუნდაც თამაში საერთო ნივთებით და ამას ნელ-ნელა სწავლობს ადამიანი ბუნებრივია და სწორედ უნდა გაუშვა ხელი რაღაცა დონეზე ამ დროს 3 წლიდან ბავშვი 2-3 საათი მას შეეძლოს მშობლის გარეშე ყოფნა და იქაც იგრძნოს თავი უსაფრთხოდ თუმცა როგორც ამბობენ ყველა ბავშვი განიცდის, როდესაც მშობელი გვიანებს ბაღში რომ არ მოდის და გარშემო რომ მიდიან, მას ეშინია რომ ხომ არ დაავიწყდათ, იმიტომ რომ ეს რაც არ უნდა უცნაური იყოს, მაინც ეტყობა იცით თავარი მოთხოვნილება თქვენ სწორად თქვით არის ჩვენი უსაფრთხოება და დაცულობა და უცველობის განცდა და ამ სამყაროში რომელშიც მარტო ჩნდება ადამიანი, ხანდახან რომ დაფიქრდება რამდენად თანძლიერია და რაღაც საოცარი არსება ადამიანი ხო და თან როგორი უსუსური ამ სამყაროს ამ სტიქიების თუ რა ვიცი რაღაც კატაკლიზმების წინაშე და ესეც ამბივალენტურია ადამიანში ხო თან სიძლიერე და სისუსტე ერთად და რაღაც ადეკვატურობასთან ახლოვდება ამით ადამიანი და შესაბამისად ალბათ ბევრი ფიქრი ჭირდება მშობელს მასთან ერთად რომ აღზრდის დროს შესტომები არ დაუშვას, თუმცა შესტომებს ყველა უშვებთ, აქ მე მინდა ყველა დავამშვიდო, რომ დღეს ეკაიცეთ ბევრი მშობელი იძახის ესეთ რამეს, რომ ჩვენ საერთოდ არავინ არ გვექცეოდა, ეს არავინ არ ითვალისწინებდა ჩემს ემოციებს, მაგრამ გავიზარდე მშვენივრად ვცხოვრობ. ან ზოგს უთქვამს, რომ ეზოში ვინმე რომ ცემდა, მე დედაჩემი ზემოდან დამაყოლებდა კიდე რომ რატო გცემეს, ან რაღაც ესეთი. და იქაც ესეთი პასუხია, რომ ხო დღევანდელ ბავშვებს ვინმე რამე რო უთხრას პატრულის სასწრაფო, რა ვიცი, ყველაფერი ერთად მოვა, სოციალური მუშაკები ატყდება ერთი ამბავი, რომ ბავშვს რაღაცა გაუბედეს და უთხრას. არ ვიცი, ხა ეს მე უტრირებას ვაკეთებ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გადაიზარდოს ეს
პოლარობებში, იმიტომ რომ ერთი პოლარობა ყოველთვის მეორეს იწვევს. მე ერთმა გერმანელმა კოლეგამ მითხრა, რომ ჩვენო გამოვაშტერეთ თუ ეს ბავშვები ამდენი ლაპარაკი, თუ აი მართლა არის მარტო ლაპარაკი, აღარც გისმენს ყურებში ბამბები აქვს, ანუ უფრო მეტი წყურსასმენები. თავის სამყარო აქვს და აი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია ძალაც იგრძნოს შენშიო. აი შეაჯანჯღარო როგორც ფიზიკური, ისე აქცემა არ იგულისხმება და რა თქმა უნდა ფიზიკური ავტორიტეტის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ავტორიტეტის და ძალის დანახვა, იმიტომ რომ ამას თუ ვერ ხედავს მოზარდია თუ ბავშვია თუ განსაკუთრებით მოზარდი, მას არ შეუძლია იყოს თავისუფალი. თავისუფლება არის მოსაპოვებელი თანდათან, იმიტომ რომ და დამოუკიდებლობა უბრალოდ თავისუფალი მეტნაკლებად რა ვიცი, ხა ეს კიდე ცალკე თემაა. ესეც ხო ვერ მისცემ ბავშვს თქოთ იმაზე მეტ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, რაც მისი ასაკი, რასაც არ სჭირდება ზედმეტი ყველაფერი აზიანებს საერთოდ. ვეღარ იტევს და მართლა ძალიან ზიანდება. როდესაც თქო 12-13 წლის ბავშვს მამის ან დედის პასუხისგებლობა ეკისრება, ან რა ვიცი 7-8 წლის ბავშვს ხო არ უშვებენ, ხა ბანკში ან სადმე საყიდლებზე, ნუ კი რაღაც პურსზე შეიძლება ნაგავი გადაყაროს, მაგრამ აი თქვათ არსებობს რაღაცა ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც შეიძლება ორივე მიმართულებით იყოს ძალიან, ვთქვათ, ვიტყოდი, არასახარბიელო. და აი ეს ამ პოლარობაში რო არ გადავარდეთ, რომ არ შემოგვეკარგოს ჩვენი ავტორიტეტი და ჩვენი თავი მათთან ურთიერთობაში. აი ეს როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა. და არაჩვეულებრივი ცნება აქვს ჩვენს უდიდეს ფსიქოლოგს დიმიტრი უსნაძეს, როდესაც საუბრობს ასაკობრივ გარემოზე. იმიტომ რომ ყველა ასაკში სხვადასხვა საჭიროებები და სხვადასხვა სიახლოვე და ჩართულობის ინტენსივობა სჭირდება ბავშვს. და ამ ასაკობრივ გარემოს ქმნით ის ადამიანები, ვინც ბავშვის ეს მოთხოვნილებები და უსაფრთხოება და საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს და შექმნას. მცირე ასაკში ძალიან ბევრი ფილტრი გვაქვს, ძალიან ახლოს ვართ ბავშვის სივრცესთან, მაგრამ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტად ვშორდებით და ეს კონტაქტი, ნახეთ, მე სიტყვა კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს, რომ კონტაქტის დროს ორი ადამიანია, მე და შენ, მშობელი და შვილი. და აქ ურთიერთდანახვაზეა უკვე საუბარი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხო მიჯაჭვულობაზე, ზუსტად ეს არის, ეს უნდა ისწავლოს ბავშვმა, რომ მე ჩემი გრძნობების მოსმენა და გახმოვანებაც ვისწავლო და ჩემი მინდას მოსმენას, მაგრამ შემეძლოს გავითვალისწინო გარემოდან მოსულიც, მშობლის ინტერესიც და მშობლის საჭიროებას. ეს მშობლის და შვილის ურთიერთშეხვედრა და კონტაქტის ადგილი, ეს არის ურთიერთშეხვედრა და ერთმანეთის დანახვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ჩემი საჭიროებების გახმოვანებაც ვიცოდე, ჩემი გარკვეული წესებიც გქონდეს შვილთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ სტაბილურობის განცდას არ ქმნის უწესობა და ქაოტურობა. სტაბილურობის განცდას სწორედ ეს ნათელი ერთმანეთი, ანუ ურთიერთობაში შემოტანილი ნათელი წესები ხდის და ის არ უნდა აგვერიოს, რომ დემოკრატიული ახსნა არ ნიშნავს ლიბერალიზმს, უპირობოდ ბავშვის მინდას გაბატონებას, ხო? იმიტომ რომ არ შეიძლება საჭემი ანიჭო ბავშვს 3 და 4 და 5 წლის ბავშვს ხელში და გაუშვა ოკეანეში. მას თავისი კაპიტანი ჭირდება, გამოცდილი კაპიტანი, რომელიც ამ გემს მართავს. ეხა ერთი რაღაც მეტაფორა გამახსენდა. მებაღეს კითხეს ასეთი რამ, რომ რა არაჩვეულებრივი ბაღი გაქვსო და როგორ სხლავ ამ მცენარეებს, რომ ასეთი შესანიშნავი მრავალფეროვანი ბაღი გააშენეთო და მებაღემ უპასუხა, მე არ ვსხლავ მათ, მე ყველაფერს ზედმეტს ვაშორებ იმისთვის, რომ მათი ბუნებრივი სილამაზე და რესურსი გამოჩნდეს და გაიზარდოს და ეს ბავშვები ამ მცენარეებს გვანან ხოლმე და მაღწელის ფუნქცია ზუსტად ეს არის, რომ
ვისწავლოთ, რისგან დავიცვათ, რა ჩავხსნათ და რისი თავისი რესურსები რაც აქვთ ამ ბავშვებს, როგორ მოახერხონ, რომ განავითარონ და გამოავლინონ, ოღონდ ურთიერთ პატივისცემით. მე როგორც მშობელი პატივისცემ ბავშვის საჭიროებებს და ვითვალისწინებ, მაგრამ შემდგომში მე მასაც ვასწავლი, რომ პატივისცემით მომექცეს და როგორ გამოხატოს კონსტრუქციულად თავისი ემოციები, ამაშიც ვეხმარები. ეს არის რაც მე ჩემს სოციალურ ადაპტაციას უწყობს ხელს და ეს არის მთავარი ფუნდამენტი უსაფრთხო მიჯაჭვულობის, რომ მე ჯანსაღი სოციალური ადაპტაციის უნარს ვიძენ უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში და დავამატებდი, რომ ბავშვობაში ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. როგორ გარემოში დავიბადებით, როგორი აღზრდის სტილი ექნება ჩვენ მშობლებს, ჩვენ ბავშვები ვერ ვირჩევთ. მაგრამ არსებობს ესეთი ცნება მოპოვებული მიჯაჭვულობა. ეს არ არის სტატიკური მდგომარეობა და ზრდასრულობაში ბავშვობისგან განსხვავებით ჩვენ გვეძლევა არჩევანი, რომ ჩემი ბავშვობის ისტორია თავისი შინაარსებით და მათ შორის მიჯაჭვულობის სტილიც შევცვალო. ძალიან დიდი მადლობა ეკა. არაჩვეულებრივად თქვით, თან ჩვენი გადაცემას დასასრულს უახლოვდება და მეც მინდა ერთი რამე დავამატო, რომ აი ეს ზუსტად ავტორიტეტზე დამყარებული ურთიერთობა ცოტათი ასიმეტრიული და თან პარიტეტი, თან თვალი თვალში და მასთან ადამიანური მშვიდი სადა ურთიერთობა მოსმენა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ხშირად მithქვამს მშობლისთვის, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მასზე, მის სიცოცხლეზე, მის მორალზე, მის ჯანმრთელობაზე და ეს როგორღაც უნდა მივიტანოთ ბავშვამდე. ბავშვს ძალიან კარგად ესმის, თუ სწორად ეტყვი და ბავშვი ძალიან სამართლიანია. რომ დიახ, ამას იმიტომ ვერ გააკეთებ, რომ მე ვარ პასუხისმგებელი შენს სიცოცხლეზე, შენს ჯანმრთელობაზე, შენს განათლებაზე. პასუხისმგებელი ვარ. ზუსტად როგორც თქვენ ბრძანეთ, როგორც ის პატარა ბავშვი, რომელიც შტურვალთან, რომელიც საჭესთან ზის და საწავა თვითონაც არ იცის, თუ მას არავინ არაფერს ეტყვის. აღზრდა მაშინ არ იქნებოდა საჭირო და აღზრდაში არის ნაწილობრივ დირექტივებიც, დიდაქტიკაც, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დიახ, ეს უნდა მოხდეს დიდი პატივისცემით ადამიანების ერთმანეთის მიმართ. მეც ესე ვფიქრობ, რომ ეს პასუხისმგებლობის მომენტი და ავტორიტეტის არის მნიშვნელოვანი და აი როგორ შეინარჩუნოს ერთი შეხედვით მოზარდთან მშობელმა ავტორიტეტი. ხშირად კითხულობენ, იმიტომ რომ მოზარდობის დროს ავტორიტეტი ჰორიზონტალზე გადის, თავის თანატოლები არიან, როგორც მათაცვიათ, როგორც მეტყველებენ, როგორც ვინ არის მოდაში მაშინ, რომელი მომღერალი, რომელი თქოთ რა ვიცი, გამოჩენილი სელებრიტებს რო ეძახიან თუ რაღაც. იგივე შეიძლება ეს იყოს მულტფილმის გმირები, ანიმე დღეს და რაღაც სხვადასხვა მულტფილმი ძალიან მოდაშია, ბავშვები ამას უყურებენ, უსმენენ. შემდგომში რაღაც აცვიათ მაისურები, მათ ეს მოწონთ. და ამის მასხათაგდება არ შეიძლება, რომ ეს რა მოსაწონია და გაუფასურება არ უნდა გაუფასურება, რომ აი მე ჩემ დროს იცი რას უყურებდი და რას უსმენდი, საერთოდ არ აინტერესებს მას. ასე მიწოდებული, როდესაც ედრები და აი მე ხშირად მეფიქრია და მithქვამს, რომ დაჭიქი მასთან ერთად და უყურე და უსმინე ამ მულტფილმს და ერთად გაარჩიეთ. და მე ვუთხარი, მე ამას უყურებდი, აბა მოდი ამასაც უყუროთ და რა სიტყვი. იქნებ შეადაროს თვითონ, იქნებ რაღაცა იპოვოს, იქნებ შენც იპოვო რაღაც ღირებული იმაში, რაც გონია, რომ არის ძალიან გაუფასურებული უფროსის თვალში, ან უგემოვნო. აი ამიტომ ეს ურთიერთობა, რომ მე შენ გისმენ და მე შენი მესმის, ნებისმიერ ასაკში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ერთმანეთის დანახვის უნარი და ნახეთმშობლობაც და აღზრდის ფორმებიც იცვლება ასაკთან ერთად, როდესაც ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა ასაკის ბავშვზე და გარდამავალი ასაკი რა არის, ასევე საბოლოოდ გაშვება, რომ ზრდასრული გახდეს, ხო ცალკე დამოუკიდებელი ინდივიდი გახდეს და ამიტომ მას თავისი ახალი მეეს ფორმირებისთვის იმ თანატოლთა გარემოში ყოფნა სჭირდება, სადაც ეს გამოცდილება უნდა მიიღოს და საკუთარი ახალი მეეს შექმნას
უკვე მშობლების ხმის გარეშე, მითითებების გარეშე და ეს ახალი გამოცდილებები არ ნიშნავს, რომ მშობლის ავტორიტეტი მაინც და მაინც ასე ვთქვათ, აღარ არის მისთვის მნიშვნელოვანი. ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, უბრალოდ ფონის ხმად გადადის მშობელი და პრიორიტეტში მოდის, როგორც თქვით, თანატოლები და ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რაზეც მინდა ვისაუბრო, აი ამ სტილთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომ ხშირად ეს ჩვენი აღზრდა არის ტრანსგენერაციული, ანუ თაობიდან თაობაზე გადადის და ზოგჯერ ჩვენ და უნებურად კი აი ეს ჩვენი შინაგანი მოდელები და აღზრდის სტილის ჩვენ და უნებურად ვიმეორებთ ჩვენ შიგნით ჩატვირთულ იმ პროგრამებს ჩვენ შვილებთან მიმართებაში, რომელიც გვქონდა ოჯახიდან წამოღებული და აქედან გამომდინარე ჩვენ დასრულებამ უკვე შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაჩეროთ ეს და დავრჩეთ აწმყოში და შევხედოთ, სად არის ჩემი შვილი, სად ვარ მე და რა ფორმის ურთიერთობაზე გადავდივართ ახლა. იმიტომ რომ მოზარდობა ახსენეთ, ეს არის ურთიერთობის ფორმის ცვლილება მშობლებსა და შვილებს შორის. ეს არ არის აუცილებლად ერთმანეთისგან დაკარგვა, ეს არის უკვე სხვა დისტანციით ერთმანეთთან ყოფნის და ყოფნის მნიშვნელოვნების პოვნა. და აი იქ სად იყოს მშობელი, სად მოძებნოს თავისი ადგილი შვილის სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია და თქვით რომ დაინტერესდი, გამოიჩინე ინტერესი, ეს კონტაქტი იყოს ინტერესზე დაფუძნებული და არა დაკითხვაზე დაფუძნებული კონტაქტი და მაშინ ეს ჯანსაღი ურთიერთობაც შენარჩუნებული იქნება. და ნაკლებად იქნება უკვე ისეთი სირთულეების, როგორზეც მე გვიწევს ხოლმე ჩვენ მუშაობა და შეხება. და მე მინდა კიდევ ერთ რამე შევეხო, რომ ძალიან ხშირად ბევრს უთქვამს ცოტა მაღიზიანებს ამდენი რეკომენდაციები და რეალობა კიდე სხვა არის და ამაში ძნელი არ დაეთანხმო, იმიტომ რომ ადამიანი მოდის მაგალითად მშობელი, რომელიც არის დატვირთული, დაკავებული დღე და ღამ მუშაობს და თქვათ მისი შვილი 13-14 ან 15 წლის ასაკში უკვე თითქოს ქუჩაშია, თითქოს არა ქუჩაშია, იწყებს სმას, სიგარეტის მოწევას, აი ამ წუხილით მოდის მშობელი, რომ აღარ უნდა სკოლაში სიარული და ახლა რა ვქნა. რა თქმა უნდა, არასდროს არ არის დაგვიანებული და მაგის თქვა არ შეიძლება, მაგრამ რამდენი რამე გამოტოვეს მათ ურთიერთობაში, ეს უნდა ყველაფერი თავიდან დაიწყოს და ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით აქ წყვილების თერაპია, რომ მშობელი და შვილი ერთმანეთს შეხვდნენ და თვალებში შეხედონ, რაც დიდი ხანია აღარ ხდება. და მარტო ესეთი უკვე დირექტიულთან ეს დირექტიულიც უკვე ძალას კარგავს, იმიტომ რომ აჯანყებას იწყებს მოზარდი. ძალა გამოცვლილია და სრულიად ეპატაჟური და თვით საბოტაჟზე გადადის ზოგჯერ მოზარდი, ამ დროს რაც მეტად ასე ვთქვათ, ეჩხუბები მეტად არა და მშობელმა რა ქნას ამ დროს ისმის კითხვა და აი აქ ჩემი აზრით მე ესე ვფიქრობ და თქვენი აზრი მაინტერესებს უკვე აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტებს, იმიტომ რომ ეს არის ჩიხი, საიდანაც გამოსასვლელს ვერ ხედავენ, თორე რა თქმა უნდა. სპეციალისტის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ძალიან მინდა ერთი რამ იქნას გათვალისწინებული, თუ კი იქნება ეს შესაძლებელი, რომ ნახეთ პუბერტატის ასაკში, როდესაც მე როგორც მშობელი ვიწყებ წუხილს, რომ არაჯანსაღ გარემოშია რაღაცა ისეთი მისთვის საზიანო სიტუაციაშია და ინტერესები გამოვლინდა აი ასეთი მიმართულებით, ეს უკვე არის გარკვეული შედეგი იმისი, რაც წინა პერიოდში იყო გაგვეპარა, ასე ვთქვათ და ეს რომ არ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ანუ შედეგთან ერთი რომ სპეციალისტის ჩართულობა და მე ხელახლა გადახედვა აი ამ ურთიერთობების და ახალი ფორმის მოძებნა ერთმანეთთან და მეორე არის პრევენცია, ხო, რომელიც ბევრად ადვილია, რომ მე როგორც აღზრდემა ვიზრუნო, რომ ბავშვებს კონდეთ მრავალი ალტერნატიული ჯგუფი იმისთვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს და მიკუთვნებულობა გაჩნდეს ამ ჯგუფთან. მხოლოდ სკოლის იმედად კი არ მყავდეს ჩემი შვილი, ანუ მქონდეს
სხვადასხვა მისი ინტერესებზე მორგებული წრები, სადაც ეყოლება მისი ღირებულებების ღირებულებების ფორმირებაზე უნდა ვიფიქროთ, ხო, როგორც მშობლებმა და ახლობლებმა და შემდეგ მისი ღირებულებების შესაბამისი სხვადასხვა ალტერნატიული ჯგუფები, სადაც ჯგუფთან მიკუთვნებულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვებისთვის და ალტერნატიული ჯგუფები უნდა კონდეს ბავშვს, რომ თქვათ, რომელიღაც ჯგუფში, სადაც მის ღირებულებებთან აცდენა, კონდეს მეორე ალტერნატივა, სადაც სხვა ჯგუფთან მიკუთვნებულობასში დაიკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნილებას, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ საუბარი, აი ეს მოთხოვნილება, რომ მოდის თხოვნის და ითხოვს რაღაც და უნდა მიეცეს და აი ეს მიკუთვნებულობის მოთხოვნილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში და პუბერტადის, ანუ გარდამავალ ასაკში, მას ბავშვს მოზარდს უბრალოდ უნდა ჰქონდეს ალტერნატიული ვარიანტები აი ამ ჯგუფებში თავის ცხოვრებაში, ვისთან გააკეთოს ეს ბმა და რომელი ჯგუფის ნაწილი გახდეს ის. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი დრო მთლიანად ამოიწურა. მე მინდა ესე დავასრულო, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ერთხელ ერთმა ჩემთვის საყვარელმა ეპისკოპოსმა მითხრა ესეთი რამ, რომ ძალიან გავსო ეგო ტალღებსო და როდესაც ადამიანი შედის თავისით დიდ ტალღებში, მაშინ როცა მანამდე შეიძლება კარგად ცურვაც არის ის, ან ძალიან კარგად ცურავდა დორე წყალში, მაგრამ შედის დიდ ტალღებში და თუ გადარჩა, ის აუცილებლად მობრუნდება უკან. აი თუ გადარჩა არის, ამის საანეშინია მშობელს და ამიტომ არის, რომ ეს უალტერნატივოა მასთან ურთიერთობა, მეგობრობა, ჩვენ ყველაფერს ვერ ჩავენაცვლებით და არც უნდა ჩავენაცვლოთ, მისმაგივრად ვერ ვიცხოვრებთ და ესეც მშობელმაც უნდა გაიგოს და მერე ამას უკვე ბავშვიც იგებს, რომ მას აქვს თავისი სივრცე, თავისი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, პასუხისმგებლობა იმ ქცევაზე, რასაც ის ანხორციელებს და ამისი ჩამოყალიბება კიდე მთლად ბავშვობიდან იწყება. ზუსტად პირველი 6 წელი არის კარკასი და მერე აი ეს 6-დან 18 წლამდე სულ სხვადასხვა ტიპის კრიზისებია და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს რა ჯგუფს მიაკუთვნებს ადამიანი თავის თავს, ვინ არის ის საბოლოო ჯამში და როგორ ხედავს მას სამყარო, რამდენად ენდობა თვითონ სამყაროს, ესეთი რაღაც კომპლექსურად მთლიანობაში ერთ მთლიანობას წარმოადგენს ასე ჩვენი ცხოვრება ქვია. დიდი მადლობა ეკა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. მე იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ კვლავაც მობრძანდებით ჩვენთან და ვისაუბრებთ სხვადასხვა თემაზე. და მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდათ, სტუმარი გახლდათ ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ეკა ნინაშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ.